სოლო ამერიკისთვის ღირებული და მნიშვნელოვანი პარტნიორია. ახალი გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას გააჟღერა. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრა გამართა ასევე შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტში. პრეზიდენტის ვიზიტის დეტალებზე მარი ბოლქვაძე ისაუბრებს ვაშინგტონიდან დროს ეთერში მარიგისნეთ. ჰილარი კლინტონი რამდენიმე კვირაში საქართველოში კვლავ ჩამოვა ამის შესახებ ცნობილი საქართველოს პრეზიდენტსა და ამერიკის სახელმწიფო მდივანს შორის შეხვედრის შემდგომ გახდა ცნობილი მიხეილ სააკაშვილი მაღალი რანგის სტუმარს ამჯერად ბათუმში უმასპინძლებს. დღევანდელი შეხვედრის შემდგომ ჰილარი კლინტონმა განცხადება გააკეთა საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობების შესახებ და მას საქართველოში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები პოზიტიურად შეაფასა. Georgia is a valued partner. საწიამოვნოა მივესალმოთ პრეზიდენტს სახელმწიფო დეპარტამენტში. მას ჰქონდა რამდენიმე შესანიშნავი შეხვედრა და კონსულტაციები, რომელიც დაიწყო ყოვლის მომცველი შეხვედრით პრეზიდენტ ობამასთან ოვალურ კაბინეტში. საქართველო ღირებული პარტნიორია. ისინი აქტიურად მონაწილეობენ ავღანეთში, სადაც ქართველი ჯარისკაცები დიდ სიმამაცესა და პროფესიონალიზმს აჩვენებენ. ჩვენ განვაგრძობთ კონსულტაციებს, რათა განსაზღვროთ გზა ვაჭრობისა და ინვესტიციების წინსვლის კუთხით. უამრავი სამუშაო ტარდება ორმხრივი კონსულტაციების ფარგლებში. განათლების, ჯანდაცვის, კარგი მართვის, კანონის უზენაესობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე. ასე რომ პრეზიდენტს დაჭირთული კვირა ჰქონდა და უფრო მეტი ადამიანი აპირებს მასთან შეხვედრას. საქართველოს მიმართ ინტერესი ჩვენს დედაქალაქში დიდია. Thank you, Madam Secretary. First of all, I would like to express utmost gratitude for your პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ძლიერი მხარდაჭერისთვის. ეს მხარდაჭერა არა მარტო სიტყვებით გამოიხატება, არამედ ქმედებითაც, რადგან ეს ბევრი ყოველდღიური საქმესაა და ბრძოლაც. ზოგჯერ ეს მთებში ბრძოლას გავს, რადგან მიმართულია იმ ძალის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს ძლიერი გამოგვითხროს. სახელმწიფო დეპარტამენტიდან და ოვალური კაბინეტიდანაც, სადაც ერთად იმყოფებოდით, გამოვდივარ ამაღლებული განწყობით, რადგან ვისმენ ყველაფერს, რის მოსმენაც სურს. აქ ადრეც ვიმყოფებოდი, მაგრამ ამჯერად ჩვენი ქვეყანაც მომწიფთა გამოტვევების საპასუხოდ. ვფიქრობ, ახლა გადავდივართ თანამშრომლობის ახალ ეტაპზე. რამდენიმე წლის წინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე საქართველო მზად იქნებოდა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებისთვის და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასასვლელად. ვამაყობ, რომ მსახურობთ ავღანეთში, წლების წინ ესეც წარმოუდგენელი იყო. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გასაღმავებლად საქართველოს უნდა გაევლო ეს ეტაპები. კარგი პარტნიორი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად. საქართველო მომწიფებული ქვეყანა ვერ გახდებოდა თქვენი პირადი ჩარების გარეშე და მოუთმენლად ველით თქვენს ნახვას ბათუმში. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ასეთი დახმარებისთვის. ჩვენს რეგიონში საქართველოს ბევრი ხალხი უყურებდა და უყურებს, მაგრამ ხელსარიელი ჩვენც არ ბრუნდებით. რევოლუცია და მისი შემდგომი რეფორმები იყო მოხსენების მთავარი თემა, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტში გამოვიდა. ვარდების რევოლუციას პლუს მენტალური რევოლუცია მიხეილ სააკაშვილის განცხადებით ერთადერთი მიზეზი, რომლითაც ქვეყანამ ამ შედეგებს მიაღწია, სწორედ საზოგადოების განსხვავებული აზროვნება, მშვიდობის ინსტიტუტში შეკრებილი აუდიტორიის მთავარი ინტერესი მიხეილ სააკაშვილისადმი, როგორც რევოლუციის ლიდერისადმი ეხებოდა სწორედ მის განსხვავებულ აზროვნებას და სამომავლო ხედვებს. პოსტრევოლუციურ საქართველოში გატარებული რეფორმები, აღმშენებლობის კუთხით განხორციელებული მასშტაბური პროექტები, კორუფციასთან ბრძოლის მეთოდები და მისაბაძი ქვეყნის შექმნის ქართული ფორმულა. ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალიერებაზეც საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტისა და ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილის საჯარო მოხსენებას პროფესორები, არასამთავრობო და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები, ამერიკელი ექსპერტები და პოლიტოლოგები ესწრებოდნენ. მათ შორის ისინი, რომლებიც საქართველოსა და რუსეთის, ასევე აღმოსავლეთ ევროპის საკითხებზე მუშაობენ. შეხვედრის მოდერატორი ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ უილსონი იყო, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველო ვარდების რევოლუციის შემდეგ განვითარების მაღალ საფეხურზე ავიდა. მშვიდობის ინსტიტუტის პრეზიდენტმა კი თავის მხრივ საქართველოს გამოცდილების გაზიარება გადაქმნის პროცესში მყოფ ქვეყნებს ურჩია. დღეს საპატიო სტუმრები გვეწვია და მოხარული ვართ მოგესალმოთ ამ ღონისძიებაზე, როდესაც ვცდილობდი, რომ ჩვენი პრეზენტაცია თემატური ყოფილიყო, რომელსაც ახლა მოისმენთ, იგი ნამდვილად დაგვაფიქრებს იმ დრამატულ ცვლილებებზე, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ ცივი ომის შემდეგ. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი მისი პოლიტიკური კარიერა და ის საქმეები, რომელიც მან გააკეთა, რათა საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და პოლიტიკური ცვლილებების თვალსაზრისით უფრო მაღალ დონეზე აიყვანა, რომელიც მსოფლიოს ამ ახალი ერის ნაწილია, ნამდვილად ასახავს იმ ტრანს, რომელთანაც
აქ მშვიდობის ინსტიტუტში გვაქვს საქმე. 9-11 რა თქმა უნდა იყო მთავარი ტრანსფორმაციული მოვლენა, რომელმაც ჩვენ დაგვაფიქრა ცივი ომის შემდეგი პერიოდის თავისებურებაზე, მაგრამ შემდეგ ვარდების რევოლუცია მოხდა. ჩვენმა გამოსვლელმა მიხეილ სააკაშვილმა წამყვანი როლი ითამაშა და შემდეგ ბიძგი მისცა იმას, რამაც მიგვანიშნა, რომ პოლიტიკური ცვლილებები და ინფორმაციული ტექნოლოგიების მეშვეობით შეკრებილი ხალხის მასები გადამწყვეტ როლს ასრულებენ სოციალურ ცვლილებებში და ჩვენ ვხედავთ მთავრობებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომლებიც ცდილობენ ამ მასობრივ ზეწოლას ებრძოლონ. კორუფცია იყო პოლიტიკური უკმაყოფილების მთავარი ფაქტორი იმ საკითხებს შორის, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეცვალა. დღეს დაიბეჭდა მსოფლიო ბანკის კვლევები, სადაც ნათქვამია, რომ მან და მისმა ქვეყანამ მთავარი ცვლილებები განახორციელეს იმ სფეროებში, რომელიც ზეგავლენას ახდენს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაზე. ეს არის კორუფცია, მაგრამ კიდევ ბევრი რამ ხდება. ამ თვალსაზრისით მსურს ტრიბუნა დეიმონ უილსონს, ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს დაუთმო, რომელიც უკეთ წარმოგიდგენთ ჩვენ საპატიო გამოსვლელს. I'm delighted and honored to welcome the President of Georgia, His Excellency Mikhail Saakashvili. ჩემთვის დიდი პატივია მივესალმო საქართველოს პრეზიდენტს, ვის აღმატებულება მიხეილ სააკაშვილს. როგორც ხედავთ, ამ ქალაქში საქართველოს ბევრი გულშემატკივარი იმყოფება. ჩვენ მოხარულები ვართ უმასპინძლოთ პრეზიდენტ სააკაშვილს, როგორც ჩვენ დღევანდელ გამომხილველთ. პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც შედგა ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობების 20 წლის თავზე, შეხვედრა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილმა თავისი ყველაზე პროდუქტიული შეხვედრა უწოდა, ოვალურ კაბინეტში მოიცავდა ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობების გახსოვას, ეკონომიკური, პოლიტიკური უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ჩემი აზრით ჩვენი საქართველოსთან ურთიერთობის მდგრადობის გარანტი და ჩვენი რწმენის გამოხატულება საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული ტრანსფორმაციების მიმართ. პრეზიდენტი სააკაშვილი საბჭოს დიდი ხნის მეგობარია და ჩემთვის დიდი პატივია მისი კიდევ ერთხელ მასპინძლობა ჩვენს ღონისძიებაზე ვაშინგტონში. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს დემოკრატია ღრმავდება და ქვეყანა დასავლურ ინსტიტუტებს მჭიდროდ უახლოვდება. შეიქმნა სპეციალური მიზნობრივი ჯგუფი, რომელსაც ორი თანათავმჯდომარე ყავს, სენატორები ჯინ შაჰინი და ლინსი გრეჰემი. მიზნობრივი ჯგუფი მიზნად ისახავდა ოპერატიული კონსენსუსის მიღწევას, რათა წინ წაწეულიყო საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები და მისი რეფორმები. მიხეილ სააკაშვილმა თავის ვრცელ გამოსვლაში საპროტესტო ტალღაზე ისაუბრა, რომლის მოწმეც მსოფლიო ბოლო 1 წლის განმავლობაში გახდა, როგორც ახლო აღმოსავლეთში, ისე რუსეთში. რევოლუციებმა და პროტესტებმა ჩვენ ყველას გაგვახსენა, რომ თავისუფლება, დემოკრატია და ანგარიშვალდებულება ყველაფერ დანარჩენზე უფრო მნიშვნელოვანია. ისინი ამოძრავებენ ერებს და ცვლიან გარემოს უსაფრთხოების თვალსაზრისით, აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. The leadership and scholarship of the U.S. Institute of Peace. პარლერი ვარ დეიმონ უილსონის გულთბილი წარდგენისთვის და ასევე იმ როლისთვის, რომელსაც ატლანტიკური საბჭო რეგიონში ასრულებს, ასევე იმისთვის, რომ გვეხმარებიან ისეთ სიტუაციებში, როდესაც მეგობრის მნიშვნელოვანი რჩევა გჭირდება. ქალბატონებო და ბატონებო, მე აქ მოვედი, რათა ვისაუბრო იმ რევოლუციების ტალღაზე, ცვლილებებზე და პროტესტებზე, რომლების მოწმეც მსოფლიო გახდა ბოლო 1 წლის მანძილზე და დღესაც გრძელდება ეს ყველაფერი. ამ რევოლუციებმა და პროტესტებმა ჩვენ ყველას გაგვახსენა, რომ თავისუფლება, დემოკრატია, ანგარიშვალდებულება ყველაფერ დანარჩენზე უფრო მნიშვნელოვანია. ისინი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კულტურული, პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური განსხვავებები, ვიდრე ცრუ სტაბილურობა და გეოგრაფიული საზღვრები. ისინი მოტივაციას აძლევენ მოქალაქეებს სხვადასხვა მრავალფეროვანი წარმომავლობითა და განსხვავებით იმისთვის, რომ ისინი გაერთიანდნენ და მოახდინონ უმამაცე სიქმედებები. ისინი ამოძრავებენ ერებს და ცვლიან გარემოს უსაფრთხოების თვალსაზრისით. ქალბატონებო და ბატონებო, დღეს ჩვენ დაახლოებით 1 წლით გავცდით იმ ისტორიულ მომენტს, როდესაც უცნობმა ტუნისელმა მუჰამედ ბუაზიზიმ საკუთარი თავი გაინადგურა უსამართლობისა და მის საზოგადოებაში უიმედობის მიმართ პროტესტის გამოსახატად. 13 თვის შემდეგ ჩვენ აღფრთოვანებით ვხედავთ თუ როგორ შეიცვალა ამ იზოლირებულმა საზოგადოებრივების აქტმა ისტორიის კურსი და ჩვენს მიმართ მსოფლიოს აღქმა. ტუნისის დიქტატორი ბენ ალი გამოეთხოვა ხელისუფლებას, ისევე როგორც მუამარ კადაფი და ჰოსნი მუბარაკი. მთელი რეგიონის მასშტაბით მთავრობები მრავალფეროვნად გამოეხმაურნენ საზოგადოების მოთხოვნებს რეფორმებთან დაკავშირებით და დაეთანხმნენ კიდეც. მუამარ კადაფი და მისი დესპოტური რეჟიმი ჩამოაგდეს. პროტესტები ახლო აღმოსავლეთს ბევრად გასცა, მათ შორის მოსკოვის ქუჩებში, სანქტ-პეტერბურგისა და ბევრი სხვა რუსული ქალაქის. ჩვენ ძლივს ხვდებით, რა მოხდა 13 თვის მანძილზე და არც ის ვიცით, ეს მრავალფეროვანი მოვლენები სად წაგვიყვანს. თუმცა ნათელი რუკის გარეშე ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ იმ მოვლენების სერიას, რომელსაც საერთო ელემენტი
დოკუმენტები აქვს 80-იანი წლების ხავერდოვან რევოლუციებთან 2000-იანი წლების ფერად რევოლუციებამდე, მათ შორის რევოლუცია ჩემს ქვეყანაში, რომელსაც CNN-მა მოწყალედ შემთხვევით ვარდების რევოლუცია უწოდა. Ძვირფასო მეგობრებო, ჩვენთვის არ არსებობდა თავისუფლების წიგნი, ისევე როგორც არ არსებობს მსგავსი წიგნი ჩვენი ტულისელი და ლიბიელი მეგობრებისთვის და სხვებისთვის, მაგრამ ჩვენ პოსტრევოლუციური გამოცდილებიდან გამომდინარე შეიძლება უკეთ გავიგოთ ის მრავალფეროვანი გამოწვევები, რომლებიც წინაშეც ტრანსფორმირებადი საზოგადოებები დგანან. ჩვენმა მშვიდობიანმა და პოპულარულმა რევოლუციამ ხელისუფლებაში მოიყვანა ახალგაზრდა ადამიანები, რომლებსაც უნდოდათ თავიანთი ქვეყნის ბედის შესვლა და მათ სათავეში ყოფნა ჩემი პრივილეგია იყო. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვქონდა ნათელი პასუხები იმაზე, თუ როგორ უნდა გამოგვესწორებინა ქვეყანა, რომელიც იმაზე უარეს მდგომარეობაში იმყოფებოდა, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა. ვიცოდით, რომ ნახევრად მიღებულ ზომებს აზრი არ ექნებოდა და ჩვენი რეფორმებისთვის განკუთვნილი ფანჯარა ძალიან მცირე იყო, რის შემდეგაც ჩვენ ამოვირჩიეთ ყოვლისმომცველი მიდგომა და გადავწყვიტეთ რადიკალურად მოგვეხდინა რამდენიმე ინსტიტუციის ერთდროული ტრანსფორმაცია. შვიდობის ინსტიტუტში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება და ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით დღეს საქართველოს წარმატებული რეფორმებით შესაძლოა ბევრმა ქვეყანამ ხელმძღვანელოს. გუშინ მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა სერიოზული ახალი კვლევა სათაურით კორუფციასთან ბრძოლას საჯარო სამსახურებში საქართველოს რეფორმების აღწერა, რომელიც აღწერს ჩვენი მთავრობის კორუფციასთან ბრძოლის პროცესს და როგორ შეიძლება გამოადგეს სხვა ქვეყნების ანტიკორუფციულ ძალისხმევებს ქართული გამოცდილება. ნება მომეცით მსოფლიო ბანკის ყველაზე გამამხნევებელი დაკვირვების ციტირება მოვახდინო. საქართველოს წარმატება ამსხვრევს მის იმის შესახებ, რომ კორუფცია კულტურის ნაწილია და ყველა დანარჩენ ქვეყნებში იმ რეფორმატორებს აძლევს იმედს, რომლებიც მიისწრაფვიან თავიანთი საჯარო სამსახურების გასუფთავებისკენ. ის მოსაზრება, რომ კულტურა ზოგი ადამიანი და ზოგი რეგიონი არსებითად კორუმპირებულია და არალეგალურია გამჭვირვალობის მიმართ ჩემ ქვეყანაში დამტკიცდა, რომ აბსოლუტურად არასწორია. ხალბატონებო და ბატონებო, ბოლო 8 წლის ყველაზე მთავარი მიღწევა ყველა წარმატების საიდუმლო არ იყო იმდენად მთავრობის ფუნქცია, რამდენადაც თვითონ ქართველი ხალხი. ჩვენ ინსტიტუციონალური რევოლუცია მენტალური რევოლუციის შედეგი იყო, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოხდა. მხოლოდ მენტალურ რევოლუციას შეეძლო ჩვენი საზოგადოების დასავლური ტრანსფორმაცია. დღეს ქართველებმა აზროვნება მთლიანად შეიცვალეს, თუ რას ფიქრობენ ისინი თავიანთ თავზე, თავიანთ პრეროგატივებზე, პასუხისმგებლობაზე, დამოკიდებულებაზე საზოგადოებასთან და მთავრობასთან. არავის შეუძლია შეაბრუნოს ან რეპრესია მოახდინოს იმ ტრანსფორმაციისა, რომელიც საქართველოში მოხდა, არც ჩვენ და არც არავის. რევოლუციის შემდეგ ხალხი სიძლიერეს და მოუთმენლობას განიცდით. მათ სურთ სწრაფი შედეგები, რასაც ისინი იმედგაცრუებულები და ცინიკურები ხდებიან, შენ კარგავ თვლილებების შესაძლებლობას. მათ ვისაც გონია, რომ კორუფცია ჩვენი კულტურის ნაწილი იყო, სათანადოდ ვერ შეაფასა ქართველიერი, ვისაც ბუნებით კრიმინალები ვეგონეთ, ვერ შეაფასა ქართველიერი, ვინც ფიქრობდა, რომ არჩევნებზე შეიძლებოდა ხალხის ყიდვა ყალბით დაპირებითა და ილუზიით, არასათანადოდ აფასებდა და აფასებს ჩემს ხალხს. მათ ვისაც გონია, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლის წინააღმდეგობით ახსავსე გზას ოქროს გალიის დაპირებულ კომფორტზე გავცვლით, ის სათანადოდ ვერ აფასებს ქართველებს. თავარი რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ არის ის, რომ ბრძოლა არასდროს მთავრდება. სწორედ ამიტომაც რეფორმების გატარება არასდროს უნდა შეწყდეს. ხალბატონებო და ბატონებო, როგორც უმეტესმა თქვენთაგან მაიცით, ორშაბათს მქონდა პატივი შევხვედროდი პრეზიდენტ ობამას ოვალურ ოფისში. მე გაოგნებული დავრჩი მისი ხედვითა და ჩემი რეგიონის დინამიკის ცოდნით. რა თქმა უნდა, სასიამოვნო იყო იმის მოსმენა, როდესაც უთხრა მედიას, რომ საქართველო გახდა რეგიონში დემოკრატიის გამჭვირვალობის მაგალითი და შეაქო ინსტიტუტების შექმნის პროცესი, რომელსაც ჰქონდა ადგილი. ეს იყო გულთბილი სიტყვები და მე მადლიერი ვარ პრეზიდენტ ობამას იმისი ურყევი მხარდაჭერისთვის. ორშაბათს პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ უფრო ღრმა და აქტიური ჩართულობის შესახებ ჩვენ მზარდი ეკონომიკის ქვეყანა ვართ. პრეზიდენტი ობამასგან ასევე მივიღეთ ძლიერი მხარდაჭერა ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, თავისუფალი ვაჭრობის განვითარებასა და ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით. ასეთი ვალდებულებები ჩვენს დემოკრატიას უფრო უსაფრთხოს ხდის. მე პრეზიდენტ ობამას განვუმატე საპასუხოდ ჩვენ მზად ვართ ვიყოთ უსაფრთხოების მიმწოდებელი დასავლური საზოგადოების ერებისთვის, რომელშიც გასაწევრიანებლადაც მივისწრაფვით და არ ვიყოთ მხოლოდ უსაფრთხოების მომხმარებლები. ეს არ არის ჩემი ქვეყნისთვის, არც ადვილი და არც ერთი ქვეყნისთვის, ეს უბრალოდ აუცილებელია.
სიტყვით გამოსulis შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოების შეკითხვებს უპასუხა. ამერიკელი სპეციალისტები ძირითადად ინტერესდებოდნენ საქართველოს ეკონომიკური განვითარებით, კორუფციასთან ბრძოლით, რუსეთთან ურთიერთობით და გლობალური უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს როლით. მიხეილ სააკაშვილის შეკითხვები ძირითადად პოსტრევოლუციურ რეფორმებზე, საზოგადოების მენტალურ ცვლილებებსა და საქართველოს სამომავლო გეგმებზე დაუსვეს. ბატონო პრეზიდენტო, თქვენ შესთავაზეთ ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებს გაკვეთილები, რომელიც ისწავლეთ თქვენივე რევოლუციიდან. ფაქტია, იქ სხვადასხვაგვარი გარემოებები არსებობს, თუმცა რას ურჩევდით მათ? საქართველოში ნათელი იყო, რას ურდა ხალხს, ეს იყო სწრაფვა ნატოსა და ევროკავშირისკენ. ეგვიპტესა და ტუნისში ნათელი იყო, რას ეწინააღმდეგებოდა მოსახლეობა, მაგრამ ბუნდოვანია რისკენ მიისწრაფვიან. ქუჩის აქციები ტალღას გავს, რომელიც გარყამს, შემდეგ კი მეორედ გიახლოვდება. სერფერმა ამ დროს უნდა იჩქარო, წინააღმდეგ შემთხვევაში ტალღა წაიღებს და სტაბილური არაფერი იქნება. საჭიროა მოქმედება იმედგაცრუებას იწვევს, როდესაც ამბობ, რომ გაქვს ძველი სტერეოტიპები. საქართველოში ძველი სტერეოტიპი იყო და ხალხმა სხვაგვარად დაიწყო ფიქრი. საქართველო უძველესი რამდენიმე ათასი წლის ქვეყანაა, გვაქვს რწმენა, ენა, რომელიც 3-4 წელი არსებობს. გვაქვს ასევე უძველესი ანბანი, ჩვენ გვქონდა ჩამოყალიბებული შეხედულებები, მაგრამ დავიწყეთ მოქმედება, რამაც დღევანდელ წარმატებამდე მიგვიყვანა. თუ იტყვი, რომ ბრძოლა არ შეგიძლია, არაფერი გამოგივა. ეს ეხება ტუნისისა და სხვა არაბულ საზოგადოებას, ვერ ვხედავ განსაკუთრებული აქ რა არის, რადგან ასე ლაპარაკობ, ეს ნიშნავს, რომ გამბედაობა არ ყოფნის. ძალიან დიდი მადლობა შესანიშნავი გამოსვლისთვის. თქვენ წინა პლანზე წამოწიეთ მიღწევები და ის, თუ რა სფეროები განვითარდა საქართველოში თქვენი ლიდერობით. მინდა გკითხოთ, კერძოდ 10 წლეულის გამოწვევის პროგრამის შესახებ. კარგად მესმის, რომ საქართველო ამ პროგრამის გამოყენებით წარმატებული ქვეყანა გახდა. თქვენ როგორ დაახასიათებთ ამ მიღწევებს? ძალიან მნიშვნელოვანია 10 წლეულის გამოწვევის კორპორაციასთან მუშაობა. ჩვენ მივიღეთ მეორე ტრანში. შევხვდით ბატონ იოჰანეს, რომელიც ძალიან კარგი პიროვნებაა. ვცდილობთ ეს პროცესი დავაჩქაროთ. ამაში გვეხმარებიან, გვინდა რომ საქართველოში ყველა სკოლა თანამედროვე იყოს. უკვე დავიწყეთ მუშაობა, რომ წელს გავხსნათ ამერიკული უნივერსიტეტი. ეს იქნება პირველი მასშტაბური უნივერსიტეტი ჩვენს რეგიონში. ასე რომ ცოტა ხანში გვექნება ამერიკული უნივერსიტეტები და ეს არის 10 წლეულის გამოწვევის კორპორაციის ისტორიული წვლილი. ახლა გვინდა ის, რაც გრძელვადიან გარღვევას მოგცემს. საქართველო რეგიონის ისეთივე ცენტრად იქცა, როგორც აზიისთვის სინგაპური და ჰონგ-კონგია. წელს რამდენიმე ასეულათას რუს ტურისტს ველოდებით, შეიძლება ეს ციფრი მილიონიც კი გახდეს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა. სააკაშვილის განცხადებით, რუს ხალხს მოსწონს საქართველო და ბედნიერები ბრუნდებიან სამშობლოში. მათ სურს საქართველოს მსგავსი რეფორმების გატარება საკუთარ ქვეყანაში. როგორ ფიქრობთ, არსებობს რეალური პერსპექტივა, რომ დაუშვებენ, რომ რუს ხალხს ჰქონდეს არაბული გაზაფხული? რა შედეგი შეიძლება მოხვდეს მას საქართველოსთვის? რუსეთის ხელისუფლებამ არ შეცვალა პოლიტიკა თქვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედროების ყოფნასთან დაკავშირებით. კარგი ისაა, რომ რუსეთის ოპოზიციის ყველა ფიგურა ამბობს, რომ სურთ საქართველოს მსგავსი რეფორმები. ჩვენთან შედარებით რუსები ძლიერები არიან, მაგრამ მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ ძლიერები ჩვენ ვართ, ისინი კი სუსტები. ყოველთვის მქონდა ამის იმედი, მაგრამ ვერ ვიჯერებდი, ვიდრე რუსი ოპოზიციონერების განცხადებები თავად არ მოვისმინა. რუსეთში ახლა ბესტსელერადაა ქცეული ახალგაზრდა ავტორის წიგნი სათაურით რატომ გამოვიდა საქართველოს. ჩვენი და რუსეთის ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნის ლიდერმა მითხრა, რომ ეს წიგნი უკვე 6-ჯერ წაიკითხა. საქართველოში დიდი კულტურული ცვლილება განხორციელდა, რუსები სიფრთხილით გვიყურებენ. ჩვენთან მნიშვნელოვანი რუსული დელეგაცია იყო ჩამოსული. წელს რამდენიმე ასეულათას რუს ტურისტს ველოდებით. შეიძლება ეს ციფრი მილიონიც კი გახდეს. მათ მოსწონს საქართველო და ბედნიერები ბრუნდებიან. ჩვენ თვალს ვადევნებთ სოციალურ მედიას და ვხედავთ უკუ რეაქციას. ჩვენ მივეჩვიეთ კარგ გზებს, ლამაზ შენობებს, მომღიმარ პოლიციელებს, მაგრამ რუსებისთვის ეს ყველაფერი უცხოა და ინტერესდებიან. ეგონათ, რომ მხოლოდ ევროპაში იყო ასე. სხვათა შორის რუსეთის სამხრეთ რეგიონის მოსახლეობას საქართველოში ვიზები არ სჭირდება. ქართველებისთვის კი რუსეთში ჩასვლა თითქმის შეუძლებელია. ჩვენ განზრახ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, გვინდოდა რომ ჩამოსულიყვნენ და საკუთარი თვალით ენახა რა ხდებოდა აქ. ის ვინ ჩრდილოეთ რეგიონებიდან ჩამოდის, ვიზებს აეროპორტშივე იღებს. ამასთან დაკავშირებით ანეკდოტი გამახსენდა. საქართველოში ერთი რუსი ტურისტი ჩამოდის, რომელიც სპეციალურ ბლანკს ავსებს, სადაც ერთ-ერთ გრაფაში ვიზის მიღების მიზანი უნდა ჩაითვალოს.
შეიწეროს. ერთ-ერთ პუნქტში სიტყვა ოკუპაცია იყო მითითებული. მან კი გადაშალა ეს წარწერა და ჩაწერა, რომ მხოლოდ ტურისტის სტატუსით ჩამოდიოდა. ჩვენი ტერიტორიების 20% მათ სამხედროებს აქვთ ოკუპირებული. ყოველთვის ვამბობდი, რომ მივესალმებოდი რუს ტურისტებს, ბიზნესმენებს. 2008 წელს რუსეთმა დაგბომბა, მაგრამ დღესაც და იმ დღეებშიც ვახორციელებდით ელექტროენერგიის ექსპორტს რუსეთში. ეს ნორმალურია, ჩვენ უნდა გამაცალკევოთ ეს ორი რამ ერთმანეთისგან. ახლა მოსკოვში ისმის ლოზუნგები, რომ სურთ საქართველოს მსგავსი საგადასახადო, კორუფციასთან ბრძოლისა და პოლიციის რეფორმების გატარება. სხვათა შორის მედვედევმა მოგბაძა და ჩვენი პოლიციის რეფორმა გადაიღო. მან დაავალა ხალხს გაცნობოდნენ და ისინი ჩვენთან გამოაგზავნა. პრეზიდენტ მედვედევის ადმინისტრაციის დროს დაბომბეს საქართველო, ამ ყველაფერს რეალურად კი ვლადიმერ პუტინი მართავდა. ჩვენ გვაქვს მათთან თანამშრომლობის სურვილი, რადგან თუ ნორმალურები და მოდერნიზებულები იქნებიან, ეს კარგი იქნება. მოდერნიზება რუსეთისთვის ცვლილებებს ნიშნავს, რაც არც თუ ისე შორეული პერსპექტივაა, ვიდრე ხალხი ფიქრობს. მე ვიცხოვრე საბჭოთა პერიოდში და ვნახე, რომ ცვლილებები სწრაფად ხდება. ახლა მესმის ხმები, რომელიც მაგონებს ჩემი ახალგაზრდობის დროინდელ ხმებს. როდესაც ელიტა იყო ცინიკური, ხალხი კი სატირიკოსი. ახლა სატირიკოსობა რუსეთში საუკეთესო არაფერია. ის კლავს ნებისმიერ ავტორიტარულ მთავრობას, დემოკრატიული მთავრობა კი საკუთარ თავზე ხუმრობს. ავტორიტარულ მთავრობებს სწვით და კრძალავენ მათზე ხუმრობებს, მაგრამ რაც უფრო მეტად კრძალავენ, მით უფრო ხშირად ხუმრობენ. ეს კი ლიდერებისთვის ნორმალური არ არის. ჩვენ რუსეთში ახლა სწორედ ამას ვხედავთ, საინტერესო ეპოქაში ვცხოვრობთ. ვხედავთ მოძრაობებს თავისუფლებისკენ, რომელიც ვერ შეჩერდება. ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან გონიერ ხალხთან. საერთო ჯამში მოხარული ვართ, რომ აღჩნევენ ჩვენს რეფორმებს. საქართველოს პრეზიდენტის საჯარო გამოსვლას მშვიდობის ინსტიტუტში ამერიკელი ექსპერტებიც აფასებენ. მათი აზრით, საქართველოს პირველი პირის მთავარი გზავნილი ის არის, რომ ქვეყანა რეფორმებისა და მოდერნიზაციის ერთგული რჩება. დიდი მიღწევა ობამას განცხადება იმის შესახებ, რომ თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები დაიწყება. საქართველომ ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ ეს დაემსახურებინა. კიდევ ბევრია გასაკეთებელი და Heritage Foundation-ი მხარს უჭერს ამ პროცესს. იმედი მაქვს, აქ ჩვენს მოსაზრებას ყურად იღებენ. ეს ქართველი ხალხისა და პოლიტიკოსების მიღწევაა, აქედან მოგებული კი ორივე მხარე დარჩება. საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 25 იანვარს გაემგზავრა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კიდევ არაერთი მაღალი დონის შეხვედრაა დაგეგმილი. საკმაოდ საინტერესო შეხვედრების არის დაწვრთული საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის მომდევნო დღეს. დღეს მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში, რის შემდგომაც იგი მთელი დღის განმავლობაში შეხვედრებს გამართავს სენატორებთან და კონგრესმენებთან. დღის მეორე ნახევარში კი მიხეილ სააკაშვილი ამერიკელ და ქართულ ჯარისკაცებს შეხვდება და მათ საპატიო ჯილდოებს გადასცემს.